ვიყურებთ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა სუბიექტური აზრი წარმოგიდგენ ჩალვა რამიშვილი, მედიენ ტრაპაიძე და ჩვენი თანაწამყვანი ვასილ მაღლაბიძე სტუდიაში ცოტა უხერხულობა და მეკცა წყალი ძვირფასო ტელემოყრე რომ ცოტა ისეთი ჭიქა არ დამიდგა საერთოდ მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრე რომ წყალი დამესხა გუშინ წალიეცა გუშინ ისა დალეული მქონდა და რა თქმა უნდა ვასილ მაღლაფერიძე ვასო გამარჯობა ეს კი კურიოზით დავიწყეთ ჩვენი გადაცემა ერთ-ერთით მაგრამ ეს არაკურიოზული სიტუაცია დამხვდა უნივერსიტეტში რომ მივედი გალახეს გუშინ ერთ-ერთი სტუდენტი თვითმმართველობის წევრებმა და დღეს ჰქონდათ აქცია სტუდენტებს და კვიტაშვილი გამოვიდა და თქვა რომ რაღაცებს ვიზავდო დავჯითო მცემელებს რომ ეს მარტივად არ ჩაივლის გადადგომა პოლიციოსო არა და ჩვენ ვიცით რომ პოლიციამ უკვე დაამთავრა საქმე და გამთხილებით შემოიპყრო დისკრიმინაციული რაღაცა არის ესე იგი სხვებს ჩხუბზე ან კიკვიძის პარკში გაპროტესტებაზე უსჯიან ჯარიმებს და რეპრესიულად იქცევიან და აქ კიდევ ცემეს კაცი და გააფრთხილეს უბრალოდ. თუმცა რექტორის ასე ვთქვათ გამოსვლა აქციაზე და მისი სიტყვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ თამამიც არა? თუ ვთქვათ ესე რომ ნებისმიერი პრეცედენტი ქმნის რაღაცა რეალობას და პიროვნები ქმნიან ამ პრეცედენტს თუ მართლაც მან ეს განახორციელა და მიიყვანა მე ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი რა მომენტი იქნება იმის მერე ცოტა სხვანაირი მომენტები იქნება სერიული აღარ იქნება იმიტომ რექტორმა რასაკვირველია პასუხისგებლობა როცა შევლაპარაკოთ პასუხისგებლობაზე ეს რაღაცაში უნდა გამოიხატებოდეს. რა მაინტერესებს? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაღაც ვთქვათ შემოიფარგლა გაფრთხილებით და რექტორმა თქვა რომ დავსჯი. ანუ ის გარკვეულწილად წავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. რექტორის შეუჩერებს სტუდენტის უფლება შეუჩეროთო? მას რა მინდა გითხრათ? რატო ხდება რომ აი ესეთი ყოფითი დანაშაულიც კი ადის ვერტიკალზე ამ დანაშაულის დაფარვის ამბავი ადის გადაწყვეტილება ადის ვერტიკალზე ძალიან მაღლა წარმოუდგენლად მაღლა არც ერთ პატარა საქართველოს პატარა პროვინციულ ქვეყანაში არ შეიძლება წარმოიდგინო რომ აი ასეთ მაღალ დონეზე ალბათ მინისტრის დონეზე მოხდა ეს ესეთი გადაწყვეტილებები მიიღება არ შეიძლება ეს საქმე არა აქვს მეტი მე მაინც ვფიქრობ რომ სანდრო კვიტაშვილის გამოსვლა ამოვარდნილი იყო აი ამ ჩარჩოდან რომელზეც შესაუბრებ აი ამ ჯაჭვიდან ეს მასობრივი დაფარვის დაკრიშვის საკუთარი კაცის პასუხისგებაში არ მიცემის აი ეს რა სისტემა არის ეს რა ეს არის სისტემა როდესაც პირობითად რო ვთქვათ რას დავარქვათ პარტია დავარქვათ რას გინდა დავარქვათ არის რაღაც ერთი დიდი მოცემულობა დიდია თუ პატარა ადამიანები რომელმაც ჯგუფი რომელმაც ძალიან ზუსტად იციან ბანდასავით არის არ მინდა ხო რა ვიცი რა ხო უპირობაში არ ჩავმართვა ხო რაც გვინდა დავარქვათ და მათ ზუსტად იციან რომ მოქმედებს ყველა ამ ფრონტზე მოქმედებს ყველა სადაც შეუძლია და ერთი მიზნით სხვადასხვა ესეც რაღაც ინფორმაციის გავრცელებასთან მოხდა ესეც ავიკითხე ხო რატო გავრცელდა ეს ინფორმაცია თუ არის ბლოგი სადაც სტუდენტები თავის ნააზრევს უნდა აქვეყნებდეს და ამ ბლოგზე ვიღაცისთვის მიუღებელი წერილისთვის ფიანი ნაწილია თუ ხადაჩვერის ის თვით როგორც მე მესმის ბავშვები ხო რა ვართ ის თვითმართველობა როგორ არის და რაღაცა არის ხო ბიუჯეტი აქვს ძალიან ჩვენც ხო ახლა ჯერ ერთი კოკაშვილი ხო გვახსოვს როგორ იყო და ახლა ჩვენი გაკვირვება ხო ძალიან ძნელია ჩვენი მოტყუებაც ხო ძალიან ძნელია ახლა ინგლისელის მოტყუებას რა უნდა მიჩელს უკვირს მაგალითად ახლა რაღაცები და ჩვენ ხო ახლა იმ წუთში ვიცით მომხდარი არ არის როგორც ხდება ხო ესეთი რაღაცაა ხო და ამიტომაც აქ არის ყველაფერი ძალიან ნათელი და ამათ თორე ახლა სტუდენტი რო ხარ კაცმა რო თქვას სტუდენტობის პერიოდი ერთ-ერთი კარგი პერიოდია საერთოდ შეიძლება ამ ნიადაგზე იჩხუბო გაჯობად ითვლებოდა ხო ეხლა ეგეთი რამე რო იჩხუბო რო შენ რატო დაწერე შალვა ესეთი აზრი და ჩვენ და შენ იმიტომ რომ ეს ხო მილიონერს აი რაღაცეთ უნდა კაი ლექსი წაიკითხე რაღაცა ქენი იმაზე იკამათე ხო ის ხო ქონას უკვე დავწუნდი თუ რაღაც დაჯობდა მაგრამ ეს არის ხო ამიტომ ყველგან უნდა ველოდოთ ეს იქ მოხდება აქეთ მოხდება ჩოხატაურს ესე იქნება დღეს ერთ-ერთი ბლოგი გამოქვეყნდა ლიბერალზე სადაც წერია რომ თბილისის უნივერსიტეტს აქვს იდენტიფიკაციის ნიშანი თვალჩალურჯებული სტუდენტები ანუ ეს ნიშნავს რომ თქვენ სადღაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს ხართ თუ დაინახავთ ამ სტუდენტებსო. მე მინდა სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება წნორში სხვა თემაზე გადავიდეთ, სადაც თქვა რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი ერთად რომ შეიკრიბოს, ჩემთვის ერთადერთი უფროსი, ერთადერთი სათაყვანებელი ობიექტი, ერთადერთი ვისაც ვუჯერებ, ეს ხართ თქვენ, მე ყოველთვის მოვალ თქვენთან და გავიგებ თქვენ აზრს, ანუ ქართულ ხალხს მიმართავს და სხვათა შორის ძალიან ბევრი წერილი თქვენ არ გიყვართ თქვა საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული
გამოყენებული წერილებით, ასე ვთქვათ, მაგალითად მოყვანა ნააზრევებს, სხვათა ნააზრევებს, მაგრამ ენერგიულ ქართველებს მიაჩნიათ, რომ მათ იციან რისი გაკეთებაა საჭირო, მოსახლეობამ კი ეს არ იცის. ეს არის Foreign Policy-ში ერთ-ერთი წერილი და ფრაზა მარკ მალენია, სხვათა შორის ამ ფრაზის ავტორი, რომ ენერგიულ ქართველ მმართველებს მიაჩნიათ, რომ მათ იციან რა უნდათ ხალხს და ხალხმა ეს არ იცის. ასევე საინტერესო ფრაზა იყო გიგა ბოკერიას მიერ WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, რომ ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსის ფუფუნება რეფორმების განხორციელების დროს. კარგით, და ამ დროს პრეზიდენტი მიმართავს ხალხს, რომ წინასაარჩევნო ტრიუკია ეს აშკარად. იცით რა არის, მარტო წინასაარჩევნო ტრიუკიც არ არის, ეხლა მე რაღაცნაირად მეცნოდა, ეხლა კიდე გამეორებას არ ავთხოვ, წაიგითხავ, მაგრამ რაღაცა მოხშირდა ეს ყველა პრეზიდენტი რო შეიკრიბოს და ჩვენ ამერიკის პრეზიდენტზე ამოს პირველ რიგში. ხო, ეხლა ცხადია ალბათ იმ ბირმის პრეზიდენტზე ალბათ არ არის. არა, გერმანიის პრეზიდენტი ყავს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს სტუმრად და ამ დროს თქვენთან ჩამოვედიო. მოდი ესე ვთქვათ, საზღვარგარეთ როგორ იზამდნენ, ჩვენ ხო ვალდებულები ვართ არა, ჩვენ ხო ესე მე ირონიულად კი არა ვართ, ვარ უჯერებ, მაგრამ ჩვენ ვთხოვმე რომ რაც ლინკოლ მიჩელს ალვერტში არაფერს, ჩვენ ესე ვართ ქართველები ძოთაგან ესე მივეჩვიეთ რატოღაც რომ თუ ლინკოლ მიჩელმა თქვა რომ 2-2-4-ია, მე რა ჩვენ მაგრად გავარდა. შალვა თუ იტყვის 2-2-4-ია, ჩვენ მზათა ვართ. ფინალურ მოდელს რომ შეიძლება ეს ხელისუფლების დამკვიდრებული სტერეოტიპია. ისინი იმდენად თქვა საერთაშორისო დისკუსიის და აპელირებენ. ეხლა საზღვარგარეთ მაგალითად სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ესე კი არა მარტო ვკითხულობ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეხლა ანალიზი გაკეთდებოდა. თითოეულ პრეზიდენტის ყველა ნათქვამს იქ მაგრად აანალიზებენ, მით უმეტეს აი ამ ასეთ პერიოდში. ხო და გავაანალიზებენ. ესე იგი ესენი ეტყოდნენ, რომ აქ რაღაცა ამბავი არისო, აქ ვაშინგტონის ამბებიც გაახსენდებოდა და ყველა მეცით ახლა იქ რა დაიწერა როგორ არის და ის პრეზიდენტებიდანო, ყველა ქვეყნის პრეზიდენტი თუ არისო, არა? რაღაცას ისეც ეუბნებიან, ესეუნება რომ მე თქვენ კი არ დაგიჯერებთ, თქვენო თუმცა ნუ იმ პრეზიდენტების მე რიცხვს დააკომპლექტებდნენ და მე იქ აზრი შეიძლება და გამოჩნდებოდეს რომ ახლა მეორე ეტაპია რომ თლათ ესე როგორ იქნება ეგ საკითხი ყველა ქვეყნის პრეზიდენტი რომ შეიკრიბოს და ვითხრას რომ ესე უნდა იყოსო ჩვენ თუ მაინც ანუ ეს რაღაცაზე მინიშნება კიდე ჩვენ გავსვავდით ხალხი და ყველა ქვეყნის პრეზიდენტი სხვადასხვა რაღაცას მე მგონი მიშამ გზავნილი გააკეთა ეს გაუგზავნა თუ ხალხი ამირჩევს თუ ხალხი არჩევს ნაციონალურ მოძრაობას გაუგზავნა იმ ადამიანებს ბიზნეს მომხრეებს ან მიშას მოწინააღმდეგე იმ ადამიანებს რომლებსაც აქვთ იმის იმედი რომ ამერიკელები ეთყვიან ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში როცა ის გააყალბებს და რაღაცეებს საოცრებებს ჩაიდენს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ამერიკელები ეთყვიან მიშას რომ მოაკეთებოდა სხვათა შორის ესეთი განწყობები ჩნდება აბა საიდან შეყურებენ იმედიანად ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიას ანუ კი არ ეთყვიან გაიმეორებენ იმას ამერიკელები რაც უკვე თქვენ საჯაროდ გაიმეორებენ მაგრამ ვიღაც დარეკავს კიდე უფრო მაგრად ხო საქართველოს ხო ესია დარეკავს ეს გასაგებია საჯაროდ არ ეთქვის დარეკავს და ეთქვის რომ გაიხლა გაჩენდი აი ამის მიშა ამბობს რომ არ დარეკავს არა მიშა ამბობს არ დაუჯერებ არა დარეკავს მაგრამ არ დაუჯერებ ეხლა ჩვენ რომ დარეკავენ დაუჯერებს ბევრია მაგრამ გავითვალისწინებთ თუ არა ეს ჩემდება ახლა იმიტომ არ ვამბობ რომ რასაკვირვო ჩვენ არ ვართ ავტორიტეტი და ერთხელ რაღაცაზე ვკითხეს და უნდა გითხრათ ესეთი ამბავი რომ მე მაგალითად ისე მიმაჩნია რომ უნდა იყო მამაცი ძალიან მამაციც უნდა იყო მაგრამ ახლა ძალიან ისეც არ უნდა იყო ახლა თქვათ და რატო ამერიკას თათ ესე გამოწვევები არ უნდა უთხრა, იმიტომ შეიძლება მას არ ქონდეს ესეთ გლობალური ამოცამა, იმას სოფლიო პოლიციელის როლს ასრულებს. არავითარ ცუდი ის არ არის ამერიკაში და თავისი ავტორიტეტი აქვს, რო იტყვიან და მანდატორია. მანდატორია დიახ. ახლა ტელესოფლიოს აკონტროლებს ახლა. თლათ ესე იოლად გზავნილები არ უნდა გაუგონო, რომ რასაც მინდა ისე ვიზამ. ახლა რატო არის? ჩვენ ესე იოლად კი გავიკრიბეთ და უკაცრავად და ირანის პრეზიდენტი მე ძალიან დიდ პატივს ვსვამ ირანების კულტურა. რატო ედევიან სოფლიოს და ჩვენ ამ წუთში მე გადაგიჩლით ერთ რამეს მე ეს ცოტა მაღაზიანებს კიდეც შეიძლება ვიციყოს რომ ჩვენ ესე მიგვაჩნია. ჩვენ საქართველოში განსაკუთრებით ერთ პლიადას ადამიანებისაც გინდა ხელისუფლებაში და გინდაც ოპოზიციაში რომ თუ ამერიკამ ირანს რაღაცა უთხრა ირანი ვალდებულია შეასრულოს თვითონ ერთის მხრივ ჩვენ თითქოს ქურდული მენტალიტეტი არ გვაქვს მაგრამ თუ ამერიკამ თქვა ჩვენ აღარ ვდაობთ ამერიკამ თუ გააკეთა ეს 100%-იანია მაგრამ ანუ ირანი უნდა ამერიკას დაემორჩილოს მე გაგარწმუნებ თქვენ რომ ამაზე საქართველოში ერთი შეცდომ შალად ვეცდომ ამაზე არც დაუშვებენ და იგივე საქართველოში უცებ როცა შევამბობთ რომ ამერიკის პრეზიდენტი თუ მეტყვის და თან რაც თავარი არ არის. ეგეთი კონფლიქტი ვითომ დგას სტორის მოსახლეობასა და ამერიკის მოსახლეობას შორის. ანუ ისინი ეუბნებიან ტელევიზორში თქვა. კარგით, მაგა თქვა ტელევიზორში. გადავიდეთ სხვა თემაზე. მოსახლეობასა და პრეზიდენტებს შორის სხვა დგას ახლა ესა რომ ჩვენ ფრანს პრესი აქვეყნებს მეთიუ კოლინის წერილს ქართულ ტელევიზიებს პროპაგანდაში ადანაშაულებენ
ხდენ ასეთ სათაურით და განხილულია ის ფაქტი, როდესაც ქვიშხეთის მოვლენებთან დაკავშირებით სამ არხზე გადაიცა ერთი და იგივე ინფორმაცია. სხვათა შორის აქ არის შეფასებებით, თუმცა მე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება აქვს, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია რომ გაშუქება ჩვენი კარნახით მოხდა. ანუ ეთყობა მეთიუ კოლინს კომენტარი გაუკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით და არის საინტერესო, თქვა, შედარებული ტელესკანდალად არის ეს მიჩნეული, როდესაც სამ არხზე გავიდა იდენტური ინფორმაცია. ეს არის შედარებული მოდელირებული ქრონიკა, ანუ რომ ტელესკანდალები საქართველოსთვის არ არის უცხო, მაგალითად მოყვანილია მოდელირებული ქრონიკა და იქვე არის ეს ციტატა: ორივე წამყვანი კერძო ტელეკომპანიის რუსთავიორისა და იმედის მესაკუთრებს ადმინისტრაციასთან აქვთ კავშირი და ამ არხების საინფორმაციო გამოშვებებში მთლიანად დომინირებს სააკაშვილის გამოსვლების და PR კამპანიების გულუხვი გაშუქება, იგულისხმება ფრანსმა რო თქვა ეგ არის. აი ეხლა მე იგივე საკითხი მოდის ეხლა რომ ეხლა ჩვენ რა კომენტარი გავაკეთო? ო აი კაცი კი არა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, სხვათა შორის მაშინ ძველ სტუდიაში ვიყავით ამ თემაზე, იანთაძე იყო ჩვენი თანაწამყვანი. მიშამ დაუშვა შეცდომა, როდესაც ეს გააკეთა, არ იყო ამის გაკეთება საჭირო, ასე სწრაფად და ასე მოუმზადებოდა. ესე ვიტყოდი მაგალითად, რომ ამაზე ბევრი რა ვისაუბრეთ, ეს არის უგულისხმობა იმ ადამიანებისა, ვინც ხელფასს იღებენ, იმიტომ რომ ელემენტარულად რომ მოგივიდა და ლოცულად ჩვენ ხო ვიცით როგორ მოგდის ეს ინფორმაციები, ხო ჩვენ კოლინი არა ვართ, ახლა რომ გავუკვირდეს. აიღე და შუთა შენ სხვა სიტყვებით თქვი, შენ სხვა სიტყვებით. მე სხვა თეორია წარმოთქვი, არის რაღაც ომის ოთახი, ტელევიზიების უფროსის კაბინეტში არის ომის კუთხე რა და როცა სიტუაცია მწვავდება ომი არ იგულისხმება ალბათ საგანგებო მდგომარეობა საინფორმაციო ომის კუთხე რა როცა ნახეს რომ მათ ფეტიშში პოლიციის გამჭვირვალე შენობაში კაცი მოკვდა ხო და ამაზე მე გადავიღე და ატყდა ამბავი ხო ახლა თქვენი თვითშემოქმედების დრო არ არისო უთხრეს და აი ძმა იძია ეხა გაუშვი ხო მაგრამ ნიჭერია და მე ცოტა სიტყვებს შეცვლიდა მაინც ძიმეს გადაადგილებ ხო იმ ქართული ენა მდიდარია ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ნამდვილად ჩვენ თქვა აი მე მაგალითად გიждები ეს არ შემიძლია თქვა ჩვენი ეგრეთ წოდებული გინდა ექსპერტი დაუძახეთ გინდა აი მე სუამას ხომ მე მხიბლავს ეს დემაგოგიის რომელიც ერთ-ერთი ხელოვნება არის ბოლომ წორვალი აქ რო იტყვეთ აქ დასვამდნენ კითხავს რატომაც არა ყველაფერი შეიძლება რომ დაემთხოს ხო შეიძლება რომ გამორიცხავთ ხალბატონო დიანა რომ გაემთხვა რატომაც არა კანონი დაიღო რა მე დაიღო რა მე რატომაც არ შეიძლება დაემთხვა სამივე არხმა ერთდროულად თქვა სერიას დაემთხვა ნომერს დაემთხვა ხო და თქვა თუ საქართველოში კონტრარგუმენტები არ კმარა ამისთვის მოვიყვანე გავლენიანი და ცნობილი ჟურნალისტის მე ეს თქვა ნააზრევი არგუმენტები მე მინდა ქვიშხეთთან დაკავშირებით თქვა გადავიდე თქვა სხვა თემაზე მაგრამ ამ თემის კონტექსტში თავისუფალი სიტყვის კორესპონდენტი ჩავიდა ქვიშხეთში ვიდეო გადაიღო მეზობლების ჩანაწერები ეს ხო ფარული ჩანაწერები მაგრამ იქ იყო საინტერესო ციტატები რომ სახსალამათი კაცი მოკლეს ოჯახი ხმას არ იღებს და ჩვენ რა ვქნათ გასვენებაზე ვერ მივედით იმიტომ რომ არასწორად იქ იყო პოლიციელები ცავსა და ოჯახი არასწორად მოიქცა ანუ მეზობლებს აქვთ აი ესეთი გაუწყობა აქვთ კი კომენტარები ანუ იმ ოჯახთან აქვთ გაუწყობა მე მყავს ქვიშხეთში ნაცნობი რომელიც მეუბნება რა ხდება იქ და მე ვიცი რომ სოფლელებს იმ ოჯახის გაუწყობა შენ საუბრობდი სამშაბათს რომ დღეს სხვა საქართველოში გავიხვიძეთო მეორე დღეაო და ეხლა გამოდის უკვე მეოთხე დღეა ჩვენ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ აი პროტესტზე მინდა ვისაუბრო რატომ არის თქვათ რა შემთხვევაში არის გამართლებული რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აი მეზობელი ამბობს რომ მას არ ადარდებს მისი მიცვალებული და მე რატომ ვიდარდო ერთი ამბავის მოუყვეთ და მოუთხრათ ხალხს პრეზიდენტი რომ იყოფოდა ქართლში იყო ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც იმ დღეს იყო გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალი. რუსტაშვილების ოჯახი იყო დილით გარდაიცვალა, გოგონა, რომელიც გათხოვილი იყო მეზობელ ოჯახში და ამ ადამიანის კომენტარი იყო, რომ პრეზიდენტ ცუდ ამბავს არ ვეტყოდიო. იყო გადამღები ჯგუფი და ყვებოდნენ რაღაც ამბებზე, იქ სიმინდის თელზე თუ არ ვიცი რაზე და არავინ ვერ შეიმჩნევდი რომ ასეთი უბედურება ეწვია. ხო, აი ჩვენ ახლა ვაპარაკობთ რაღაცა ტენდენციაზე. აი ეს სოფელს მე არ ვიცი როგორ აქვს გაუწყობა და არა მათი ან ვიღაცის კრიტიკისთვის ჩვენ ესე რა უფლება გვაქვს, მაგრამ ჩვენი საერთო სატკივარია რომ ოჯახის ერთი ადამიანის ჩვენ არ ვიცით რა მიზეზი როგორ ხდება სხვისი განსჯადვილია, როგორ შეაშინეს ან რატო არის გაჩერებული. თავის ოჯახის წევრი მათ მეტად ხوار უყარდათ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სოფელმა გაუწყობა კი არ უნდა ჩაიდინოს.
გააკეთოს აქ პირიქით და ყველამ ჩვენ კი რა თქმა უნდა რატო დაგვემართა ჩვენ ეს ქართველები არა მარტო იმ სოფელს არც ჩვენ აგვაქვს ეხლა იმ სოფელს მოგოთ ნიშნი ჩვენ უკაცრავად ეთყობა ამას ვიმსახურებ და მე ეხლა ვიღაცას ნიშნი მოგოთ ჩვენ რო იტყვია მკვდარი ვერ ვიტირეთ წესიერად ესე თვითარებაში ვართ ჩვენ იმ სოფელში მოხდა ეს ამბავი იმ მე რო გიყურებდი შარულად კადრებში შენ მიხვედი იმ სოფელში და ვიღაცას ეუნებოდა რომ პალაშვილზე არ შეხვიდოდა იმ სოფელში მოხდა და ამას უყურებდა ვიღაც ადამიანი მაგრამ მარტო ის სოფელი კი არ უყურებდა ამას მე უყურებდი პირველ რიგში ერთ და მე სახში ვიჯექი ხო არა ჩვენ აი ეს ადამიანები რომელიც სახში და ჩვენ არა გვაქვს მოქალაქეობრივი დაბალის მოქალაქეობრივი სოლიდარობა. რატომ? აი მე შეგეკამათებით, ბატონ ასიკო, იქ იყო ერთ-ერთი კომენტარი. ადამიანები ამბობდნენ რომ ჩვენო აქციებზე რომ მივდიოდითო, მე სამ-სამი თვითო ციხეში ჩაგვსვესო და ანუ იყო საქართველოში ბევრჯერ იყო პროტესტი, მაგრამ შემდეგ ისინი აღმოჩნდნენ ხელისუფლებასთან პირისპირ დაუცველები პოლიტიკური ლიდერების მიერ. შეგვეთ ცუდი ის არის რომ საქართველოში პროტესტის ორგანიზება ხშირად პოლიტიკურ პროცესებზეა მიმული. მაშინ შეიძლება მე ბევრი მინდა და ბევრს ვიღებ ჩემს თავზე და ჩემი ტელემაყურებლების უკმაყოფილებაც გამოიწვია, მაგრამ შენ როცა აპროტესტებ, შენ უნდა გააპროტესტო, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეგიძლია და არ უნდა გქონდეს არც ერთი პოლიტიკოსის იმედი. მე ესე მგონია. კი მე ვარ მაგალითად ზოგადად ბუნებით პროტესტანტი და არავის იმედი არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ყველა ვთქვა. მოდი ერთი რაღაცა ვთქვა კიდევ რომ ჯერ ერთი ჩვენ ახლა გამოვხატავთ რა მოხდა ჩვენ პროტესტის ბევრი ქონია, ამაზე ბევრად მძიმე დღეში ყოფილვართ, წარმოუდგენლად მძიმე დღეში ყოფილვართ და არაზოს არც ერთ წამში საქართველოს არ დაუმთავრებია თავისი სიცოცხლე და არც რაღაცა მომენტი არ დამთავრდება და ეხლაც ყველამ ერთად თუნდაც ის კი არა ვთქვა დედა ჩვენ რა ცუდები ვარ. არავის ცუდები არა ვართ, არავის არც განსაკუთრებით კარგი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ აბსოლუტურად და მადლობა ღმერთს კიდევ ამ დღევანდელი დონითაც ჩვენ არა ვართ ვინმეზე ნაკლებად მიხვედრილები სხვათა შორის და ინფორმაციას ასეთი არის. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ორგანიზება უნდა განვეწყოთ და ძალიან იოლია ჩვენ თუ განვეწყობით ჩვენი ძალიან იოლია რა ვიცით თუ განვეწყობით და მიხვდებით ეს ჩაივლის ესეც ეს ყველაფერი და კიდევ ერთი ამბავი ეს არ უნდა ვთქვათ ჩვენ ქართველებს და ჩვენ ეს დღეში ვიყავით და სანამ თქვათ რეგიონებში მიდის ეს დაკითხვები რომ დარღვევები ძალიან ბევრი არასამთავრობო საუბრობს ანუ სანამ აუხეშეთ არ მინდა გამომივიდეს მაგრამ საცვლებში ადამიანების საცვლებში თქვათ რუსული ფულის ძებნა მიდის ასეთი ინფორმაცია გავრცელდა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება რომ ულიანოვში ნატოს ტრანზიტული ბაზა შეიქმნება საიდანაც ტვირთები გაიგზავნება ავღანეთში და ეს იქნება სატრანსპორტო თვითმფრინავები დაждდებიან რუსეთის ტერიტორიაზე ეს იქნება არასამხედრო ტვირთები და ლავროვმა ასევე გააკეთა განცხადება რომ ნატოს ჯარისკაცები მუდმივი ბაზირება არ იქნება ამ ბაზაზე და ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლება განიხილავს. ანუ ცოტა გავცდეთ საქართველოს პარკლებს. მე მგონია რომ ეს არის არა მარტო გავცდეთ, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც განუწყვეტლივ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ასეთ კონტექსტებში წყდება საქართველოს ბედი და არა ვთქვათ ტელევიზორში გაკეთებულ რაღაც განცხადებებში, რომელსაც სხვა მიზანი ამ კონტექსტში ძალიან ხარ არის. ასაკურველია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ხა ნატოს წევრი ხდება, არასაკურველია ნაადრევია და არასწორია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში, აი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამ თემაზე რომ არასერიოზულად ლაპარაკობენ ის ადამიანები, უბრალოდ ატყუებენ, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ბევრი საჭმელი შეჭამო, მხოლოდ ამ მიზნით, იმიტომ რომ ცივი ომი დამთავრდა, დამთავრებულია და რუსეთი და ნატო აღარ არიან იმ მდგომარეობაში, როგორც ნატო და საბჭოთა კავშირი რო იყო. ესენი ეძებენ ერთმანეთთან პარტნიორობის გზებს. ლავროვმა ეს რატო თქვა უნდა გითხრა, ბევრი ძალიან წავიკითხე. ლავროვმა თქვა და უკვე ვექტორები იცვლება, იმიტომ რომ იქ აღშფოთდნენ ადამიანები, რას ქვია, ნატო და იცოდა. იმათ ამშვიდებს. იქ უკვე ლაპარაკი იყო ამშვიდებს, თორე ჯარიც დადგება და სხვა კონტაქტებია, აბა რა იქნება, რას ქვია, არასამხედრო. აქ ერთი მნიშვნელოვანი რა არის, ჯერ ერთი ამერიკელებს ცოტა უჭირთ ავღანეთში, იმიტომ რომ ნუ ზავიაზლი რუსები რო იდგნენ, მაგრამ თან ეს პუტინთან არის უკვე მოლაპარაკებული. მეცაც გეტყვით, იქ დარწმუნებული ვარ რა. არა, მოლაპარაკებული პირდაპირ წერია რომ რუსეთი იცვლის, აგერ თქვენ დაინახავთ უკვე სირიასთან დაკავშირებით პოზიციას, უკვე ითქვა რომ სირიასთან დაკავშირებით თუ ლავროვმა ახაც გააკეთა ეს ერთი კისინჯერის განცხადება ცოტა იმ ჩვენ თაროაპროამერიკელები არიან კისინჯერმა რა თქვა ხო პუტინი არის არადასავლელი. მოდით ცოტა დრო გრჩება, ბოლოს მინდა ერთი ინფორმაცია შესაძლოა ეს არ მოგეჩვენოთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაციად. ტელეკომპანია იმედიმა მიმართა საკაბელო მაუწყებელს Global TV-ს და გაითიშა ამ გლობალიდან გამოიწვა. გლობალი არის ივანიშვილის ძმა. ივანიშვილის ძმა. ანუ შესაძლოა თუ არა ეს იყოს ტენდენცია, ვფიქრობ რომ შეიძლება სხვა ნაციონალურმა არხებმაც მიბაძონ. უჩებენ პროდუქტს. ანუ ორი ვარიანტია. ან ხარ გლობალში და უყურებ მაესტროს, ან Silk TV-ს
ვის დგამ გაქვს იმედი და არ გაქვს მაესტრო. ანუ იანთაძის საინტერესო კომენტარი იყო სოციალურ ქსელში, რომ აქაც მიდის, რომ შუა უნდა გაიკრიბოს. ანუ არ იმედის მაყურებელი ხარ ან მაგთისაც, მაგთის ტელევიზიასაც, სატელიტურს იგივე გაუკეთეს. მე უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესი იწყებენ. მე მაგალითად მეც ხომ აქ რაღაც პოზიცია მგონია, რომ ისინი ამას არ გააგრძელებენ. ამას არ გააგრძელებენ ამ პოლიტიკაზე შეწყვიტავენ რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ ეს მათთვის ძალიან წამგებიანი იქნება, იმიტომ რომ შეიძლება ამას რა მოყვეს ის თვით პროცესი ჯერ ხა საზოგადოება აფიქროს. საზოგადოება მაგათაც გამორთეს კი არა, საზოგადოება დაიწყებს ამ არხების გამორთვას, ეს იქნება და სხვა შორის არ ვიცი უნგრეთში თუ ერთხელ ტელევიზორების გადმოყრა დაიწყეს. ტელევიზორების და ამ არხებს ტელევიზორი გამორთული ტელევიზორები გადმოდგეს ფანჯრებში. მაგათაც ეგეთ პოზიციას და ტელევიზორებში ძალიან იოლია სენსორი. გამოვრთოთ ჩვენი ტელევიზორებიდან ესო იტყვია და მიხვდეთ იმიტომ რომ გამოვრთავენ რა შავებს შეიცვავს ვინმე თუ რა იქნება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვასკო, ხვალ ისევ შეგხვდებით რეკლამის შემდეგ. დღეს სტუმარზეც თქვა, ჩვენ დღევანდელი სტუმარი იქნება ქალბატონი, რომელიც ორი სტუმარი გვეყოლება, გელა მთივლიშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან და ქალბატონი ხურცკაია, რომელიც ზუგდიდში იყო ამ დაკითხვების მონაწილე თვითხილველი და ის მოგვიყვება რა შეემთხვა მას. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ. დაუბრუნდებით. გადაცემა სუბიექტური აზრი შალვა რამიშვილთა და დიანა ტრაპაიძესთან ერთად კვეთერშია. ჩვენი სტუმარია რესპუბლიკური პარტიის წევრი მაია ხურცკაია. მე წაგიკითხავთ მცირე ციტატას. ჩხრეკის ფაქტი ამაზრზენი იყო. თავი ტერორისტი მეგონა არც ერთ ციხეში მსგავსი რამ არ ხდება. საწერი კალამიც კი არ შეგვატანინეს, ფეხსაცმელიც გამხადეს და ზედატანიც. ეს არის ქალბატონი მაია ხურცკაიას მონათხრობი 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ. მე ვარ მაია ხურცკაია, პროფესიით ჟურნალისტი, ვარ რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კომიტეტის წევრი და პარტიაში ხელმძღვანელობ სტუდიას ჟურნალისტებთან და მედიასთან ურთიერთობას 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე ვარ ამ პარტიაში. დამივარეს მომივიდა წერილი კვირა დღეს თან პოსტის წარმომადგენლება გამაფრთხილეს რომ ეს წერილი იყო კონტროლის პალატიდან და შიგ მითითებულ დროზე და ადგილზე თუ არ ვიქნებოდი, მაშინ ჩემს მიმართ სანქციები იქნებოდა. დიახ, საქართველოს პოსტის წარმომადგენლებმა მაშინ ჩემს აქვე ვიტყვი რომ რამდენიმე ადამიანი რომელიც არ მივიდა კონტროლის პალატაში დაკითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო და დაიბარეს. დიახ, გისმენთ. ჩავიკითხე წერილი, ეგ იყო უწყება, დაუთარიღებელი უწყება, ხელს აწერდა კონტროლის პალატის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი და დაბარებული ვიყავი რუსთაველის 90 ნომერში, იქ სადაც მდებარეობს გამგეობის შენობაში. დიახ, გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობაში. კონტროლის პალატის წარმომადგენლობა არ არის გამგეობის შენობაში. მე რამდენადაც ანუ რა ნაწილში, რა ფლიგელში, რა ოთახში ვთქვათ, ეგ იყო მუნიციპალიტეტის შენობის მეოთხე სართული და როცა მე შევახ უკვე ამ ოთახში კალებზე ეწერა მუნიციპალიტეტის თანამშრომლის სახელი და გვარი. შესვლის წინ ახდებოდა. მივედი დანიშნულ დღეს, დანიშნულ დროს გამგეობის შენობაში დამხვდა გაძლიერებული დაცვის პოლიცია, იქ იყო დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილე, ეს უცვეთია, უჩვეულოდ გაძლიერებული იყო დაცვა იმ დღეს რაიონის გამგეობაში, თან მახლდა მე ჩემი ადვოკატი, მაგრამ უარი უთხრე ჩემს ადვოკატს, ჩემთან ადვოკატის გარეშე შეხვედით? ადვოკატთან ერთად შევედი, მაგრამ უარი უთხრე ჩემს ადვოკატს, ჩემთან ერთად ამოსულიყო. ანუ გამოდის რომ ადვოკატთან ერთად ადვოკატის გარეშე წარმოებდა დაკითხვა, ხომ? მათ ეგონათ ალბათ ვეღარ მოვასწრებდი, რახან არა სამუშაო დღე იყო და კვირა დღე იყო და ვეღარ მოვახდენდი მე მობილიზებას ადვოკატის და რაღაცა, ჩემს ადვოკატს ჰქონდა გამოწერილი ორდერი და შემდეგ მოუთხოვეს რწმუნებულება, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოტარიალურად დამოწმებული, ეგეც გავაკეთეთ 9 საათში და მეოთხე სართულამდე გავიარეთ პოლიციის ადვოკატთან ერთად. ადვოკატთან ერთად. მერე? მეოთხე სართულზე დაგვხვდა რამდენიმე პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მიგვიყვანეს ერთ სპეციალურ ოთახში, ეს იყო დაცვის პოლიციის, ეწერა დაცვის პოლიციის ოთახი. დაიწყო ჩვენი გაჩხრეკვა, ჩამოგვართეს პირადი ნივთები. გაჩხრეკვა რას ნიშნავს? ტელეფონი ჩამოგვართეს, მობილური ტელეფონი, საწერ კალამი, პირადი ნივთები, შემდეგ თხოვეს გაგვეხადა ქურთუკი და დაიწყო შემოწმება ეს სპეციალური რაღაც დანადგარით, ჩემს ადვოკატს დაატოვებინეს გასაღები, საწერ კალამი, რასაც ქურთუკი, გამხადეს ფეხზე, რაღაცა წრიპინებდა.
არ მქონდა არაფერი, ისევ რაღაცა წრიპინებდა ამ აპარატზე, მე ვთქარი რომ ჯვართან ერთად მიკეთია მედალიონი და ეგ არის მეტალის და ალბათ ეგ არის, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის და მთხოვა გამიხადა ზედატანი დაცვის პოლიციის ქალი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, რომ დარწმუნდნენ რომ არ მქონდა არც ჩამწერი რამე აპარატურა და არც რამე სხვა, შევედით კონტროლის პალატის წარმომადგენლის ოთახში, ეგ არ იყო კონტროლის პალატის ოთახი, იქ ეწერა ზუსტად ხარ მახსოვს, იმიტომ რომ წარმოებდა დაკითხვას იცით საკითხვას აწარმოებდა კონტროლის პალატის წარმომადგენელი იყო სუგდიდელი მამუკა ფიფი, ეგ ადამიანი ძალიან კარგად იქცეოდა, ძალიან კორექტულად, ამ ადამიანს მე ადრეც ვიცნობდი, ეგ იყო ზუგდიდის ფინანსური პოლიციის თანამშრომელი და ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ მასთან ერთად კიდე იყო ჩემთვის უცნობი პიროვნება და მე როგორც გავაკვირე აღმოჩნდა ლაშაკ ვირკველი, ვინმე კონტროლის პალატის წარმომადგენელი, მხოლოდ რამდენადაც მე გავიდიახ, მე გავიგე, ეგ იყო თბილისიდან წარდგენილი. და ფორმა როგორი იყო დაკითხვა? კაკ რა ინტერესებდა თქვენგან? აი, თვალთმაქცობაში ფინანსური თვალთმაქცობაში გავიხილებული. ანუ უწყებაში არავისთვის არ გადამირიცხავს, არც აქეთ არ მიმიღია არავისგან ფული. როგორც უწყებაში ეწერა, თითქოს მე მედებოდა ბრალი და ჩემს პარტიას ფინანსურ მაქინაციებში, რაღაც თვალთმაქცურ ფინანსურ მაქინაციებში, მე რო ვკითხე, აი ვერ გეტყვით, მე რო ვკითხე, ანუ რაში მედებოდა ბრალი, წარმომიდგინეთ ოქმი რაში მადანაშაული, მაშინ მითხეს რომ მე ბრალი მედებოდა ფინანსურ მაქინაციებში, დიახ, რომელში მე შევაგროვე ხელმოწერები ბიძინა ივანიშვილისა და დიახ, მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით და ამიტომ ავიღე ფული და შესაბამისად ავიღე ფული. სადაა ფული ვისგან? და მეკითხებოდნენ რამდენი ხელმოწერა შევაგროვე. ეგ მოხდა ძალიან დიდი ხნით ადრე არა, მაგრამ ეს მოხდა მანამდე ვიდრე კანონში შევიდოდა ცვლილებები, რომელი კანონის მიხედვითაც მიმდინარეობს ეს პროცესი. გეტყვითახლავე და სანამ ჩემი ახსნა-განმარტების წარმოება ევალებოდა მამუკა ფიფიას, მაგრამ ეჭლებოდა მეორე და კონკრეტულად მეკითხებ თუ რამდენი ხელმოწერა შევაგროვე, დეტალურად ეგ ციფრებში აღარ მახსოვდა, უკვე თან დროც გასული იყო, თან ესეთი მომენტი იყო ძალიან გამაღიზიანა, რაღაც უაზრო ბრალდებამ, რომ მე უნდა დამკითხო. ხო, რაღაცას გეკითხები. აი, მაინც რაღაცა უნდა გავარკვიო რა. გეკითხება ეს კაცი, რომ შენ შეაგროვე და არ შეაგროვე ხელმოწერები. რამდენი შეაგროვე? რამოდენიმე 1000 და მე აქეთ რატო არ გითხე რა? საიდან მიმტკიცებთ რომ მე ფული ავიღე? აი, მათთვის ცნობილი იყო რომ ხელმოწერების შეგროვების შესაბამისად თითო ხელმოწერაზე იყო ანაზღაურება 50 თეთრი, მაგრამ მე არ მახსოვდა კონკრეტულად დეტალურად რამდენი ციფრი, რამდენი იყო ხა დაახლოებით. ანუ აიღეთ თქვენ ამის შესაბამის გასამჯელო? კი ბატონო, როგორც მე ასევე სხვებმა ვინ შეაგროვა ავიღე. ეს იყო გაწერილი, ვინაიდან ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, როგორც კონტროლის პალატა აცხადებს და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებიც აცხადებენ, ფულის მიმოქცევა არ იყო დეკლარირებული. ანუ თქვენ რა ფულიც აიღეთ, ეს იყო თქვათ დეკლარირებული? ბანკით გადმოგირიცხეს? დიახ, ბანკით ეგ არ იყო თითოეულ სუბიექტზე გადმოურიცხეს ჩვენი პარტიის სარევიზიო კომისიის წევრს, ნუ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელმაც შემდეგ გასცა ეს თანხები. ეს მოხდა ბანკის მეშვეობით და მე რამდენადაც ვიცი, დაბეგრილი იყო ეგ თანხა და ამ თანხას უკვე აკლდა ის საშემოსავლო, რასაც ესენი ჩვენ გვედავებოდნენ, მაგრამ აქ მთავარი მოსახურების რომ იარეთ და ასე შემდეგ. აქ მთავარი არ იყო, მე რამდენადაც აქ მთავარი არ იყო ის, რომ ჩვენ ამდენი თანხა ავიღეთ. თან კითხვები იყო. რა ტიპის იყო კითხვები? ძალიან საინტერესო. იყო ჩვენ პარალელურად ვაწარმოებდით თუ არა აგიტაციას. ჩვენ აგიტაცია აღარ გვიწარმოებია, ჯერ ამის დრო არ ქონდა. ჯერ ეს ერთი ხელმოწერებს მე კომიტეტის წევრი ვარ და ყოველდღე დავდივარ ოფისში და დღის მეორე ნახევარში ამას ვაწარმოებდი ჩემს მეგობრებთან, ჩემს უბანში, ჩემს მეზობლებთან. ამას მოყვა მოქალაქეების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება. იყო კითხვა მე მოტყუებით მოვაწერინე ხელი თუ არა მოქალაქეებს აი ამ უწყისებს. არანაირი მოტყუება არ იყო. იყვნენ მოქალაქეები, რომლებმაც თავი შეიკავეს. ვიღაც მოქალაქის ჩვენება ხო არ იყო, რომელიც ძახდა რომ აი ამ გოგო მომაწერინა ხელი. არანაირი არ არსებობს. ხო არ გაჩვენეს ეგეთი. არ არსებობდა. მე შეგეშვენ და თქვა არ იყო ბოლოს ნათქვამი რომ კიდევ შეიძლება შევხვდეთ და ასე არ შემეშვნენ ბოლომდე მოგიყვებით. არ იყო არანაირი ჩვენება. მე რო ვთხოვე, როცა ბრალი მედება ფინანსურ მაქინაციებში, მაშინ მანახეთ დოკუმენტი, ან ოქმი, სად რა მუხლებია ჩემს მიმართ წაყენებული, რა ბრალდება, ან რაიმე
სახით მითხარითო. დიახ, რაიმე ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა და იყო ესეთი პასუხი, რომ ზუსტად მე ასეთი პასუხების გამო მე და ჩემი პარტია დავჯარიმდებოდით 10000 ლარი. აი ეგ ფრაზა გამეორდა, არ ვიცი, ეგ ფრაზა პასუხების გამო რომ აი იმ პასუხების გამო რომ მე აგიტაციას არ ვეწეოდი პარალელურად, რომ მე ხელმოწერები შევაგროვე, ეგ არ ყოფილა თვალთმაგცურად შეგროვებული, რომ კონკრეტულად არ კი ბატონო, აი თუდი დღეა ეს. კი ბატონო, ადვოკატიც ერთვებოდა, ეს ჩემთვის მე ვიყავი ძალიან გაღიზიანებული, იმდენად ეგ იყო აბსურდული ბრალდება, მე ვიყავი ფინანსურ მაქინაციებში გარეული და მე ჩემს პარტიას ბრალი გვედებოდა. მე ვიცი თუ საქართველოში ვინმე იცავს კანონს და აღიარებს კანონის უზენაესობას, ეგ არის თია. უხეშად მოგმართავდნენ? იყო უხეში მომმართვებიც, მაგრამ ყველაზე ეს ობიექტური, ძალიან ლოიალური იყო ბატონი მამუკაფიბია, რომელიც მამშვიდებდა და მიხსნიდა დეტალურად, ანუ რა შეიძლება ამას მოყვეს, მაგრამ შემდეგ იყო ესეთი ძალიან გასაოცარი და აღმაშფოთებელი კითხვები. ჩვენ შევპირდით თუ არა რამე მოქალაქეებს, იმას ვისაც ხელი მოვაწერეთ. რა შევპირდებოდით? არც არაფერი არ საინტერესოა, ერთ რადიო ეთერში მოვისმინე კბილის ექიმს ეკითხებოდნენ, რომ ოპოზიციონერი მეზობლებისთვის და მეგობრებისთვის კბილი ხომ არ დაგიპლომბავს უფასო. ანუ გუშინ ეკაბერძის ეთერში იყო ასევე ექიმი, რომელიც საუბრობდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავისუფალი დემოკრატების წევრი, რომელიც საუბრობდა, რომ ხომ არ გაგისინჯავს უფასოდ ეს ალბათ პარტიის წევრი, იმიტომ რომ მე უკვე კანონს ამოქმედებდნენ და საჩუქარია. მოსყიდვად ჩაითვლებოდა. ხო და რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს? ჩემი დაკითხვა იმ გაჩხრეკვის წუთიდან ახსნა განმარტების დასრულებამდე გაგრძელდა 5 საათი. 5 საათი? დიახ. 5 საათი ამ საქმეზე და ძირითადად კითხვები იყო ერთდაგივე თემად ხელმოწერებს და კითხვები იყო, ანუ დედაჩემს ამდენი ქონდა შემოსა, ოჯახში რა შემოსავალი ქონდა დეტალურად ვიან გარიშეთ, ანუ დახმარე მეურნეობა რამდენი კილოგრამით ხილის მოსავალი გვაქვს წელიწადში, ეგ რამდენი და იწერდა უკვე. რატომ ხარ ამ პარტიაში? ალბათ არ შეგეკითხებოდნენ, მაგრამ დიდი ხანი ხართ ამ პარტიის წევრი, ხო, და უკვე იწერდნენ ამას? კი ბატონო, ახსნა განმარტების ბარათში წერია ყველაფერი. სხვა ადამიანების შესახებ რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ ბუნებრივია თქვენ არ იქნებოდით მხოლოდ დაკითხული. კი ბატონო, ვიცი, ჩემს მე შევიდა ჩემი მეგობარი, რომლის გაჩხრეკვის და დათვალიერების მომენტიც იყო ძალიან ცუდი და ისიც ესევე გახადეს და ძალიან დიდი ბოდიში ტელემაყურებელთან ეგ რო უნდა ვთქვა ეგ ფრაზა, მას დაუთვალიერეს ყველაფერი შიშულ ტანზე. ვის? კიდე იყო ჩვენთან ერთი გოგონა, დიახ, ჩვენი პარტიის წევრი, ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი დიახ, გახადეს და თავიდან ბოლომდე ათვალიერებდა ეს დაცვის პოლიცია. არ ვიცი ჩვენ რაში გჭირდებოდა მოსასმენი აპარატურა, ანუ რას ვერ დავიმახსოვრებდით, ისეც იქნებ ჩვენ რომ გამოსულზე ან დაგვიწყნოდა ან რამე. კანონით არა, შესაძლებელია ეს მოსასმენი აპარატურით თქვენ რა ვთქვათ, არ ჩაგეწერათ იქ საუბარი. მაშინ რა უნდა შეგვეტანათ ჩვენ? არა, მე ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ დაიცვეს თავი იმის შეგეძლო მოსასმენი აპარატურის შეტანა, გარკვეული წინასწარი პრესინგია, აი ციხეში მაგალითად, ეგეთი მეთოდი არსებობს, რომ ძალიან მკაცრი გაჩერების მეთოდი არსებობს, რომ შემდეგ უკვე ასე დამცირებულ შეშინებულ ადამიანს იოლად დაელაპარაკოს. დაკითხვა ადმინისტრაციულ 2001 წელს, როდესაც აბხაზმა მებაჟებმა აგვიყვანეს მე და ჟურნალისტები ენგურისხიძე, იქ არ ყოფილა ესეთი გაჩხრეკვა დათვალიერება. ეგ იყო რაღაცა საოცარი ამაზრზენი. აი ჩემი ადვოკატიც კი გაგიჟდა, რომ არც ერთ ციხეში თუ გლდანის ციხეშიც ეგეთი რამე არ ხდება და საწერკალამი შეაქვთ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ ადვოკატმა და მაგრამ ვიღეს პირი. მე ადვოკატი ვარ და მინდა ჩავინიშნო. კი ბატონო, მე მოვითხოვე ჩემი ახსნა განმარტების ასლი, მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ერთ დაკითხვის ოგბში, ჩემს მიერ ნაკრნახევ ოგბში რაღაც შეტანილი იქნა, რაღაცა სხვა ფრაზა წინადადება და ამის გამო იყო წინააღმდეგობები და რაღაცა გართულებები. მე და ადვოკატმა მოვითხოვეთ ჩემი დაკითხვის ახსნა განმარტების ასლი, მაგრამ ამაზე გითხრეს უარი. თუ ეს ხელისუფლება და კონტროლის პალატა ცდილობდა რომ თქვათ თავი ავარიდო ამ პოლიტიკურ სიტუაციებს, არ გავაკეთო ხელმოწერები, არ დავარიგო გაზეთები, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკეთებ და ვაწარმოებ და მიიღო პირიქით რა ეს პროექტი ჩავარდა. მე ვფიქრობთ, მაინც ამ ადამიანებში თქვათ შიში ხომ არ იქნება, ხომ არ ჩათვლიან რომ არ ღირს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. არა, შიში. ანუ თქვენ არ გაქვთ ესეთი განწყობა, მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებიც თქვენ
ჩვენ ამბობთ რომ ერთ-ერთი გოგონა საერთოდ თქვა გახარდეს და ისე ანუ აი ამ ტიპის 5 საათიანი დაკითხვები ხომ არ ვთქვათ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა ხო შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ზეწოლა განერვიულება ნუ რაღაცა ნერვების მოშლა მაგრამ აი ამ გოგონა მე არ მქონია შემდეგ იმ სიტუაციები რა აი ამ გოგონა მეორე დღესვე დაარიგა ქალაქში გაზეთები გასაგებია ჩვენ მე მინდა პროდიუსერს მხოლოდ მოვამზადოთ მუბარის მამედოვის ინტერვიუ რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გავრცელა ეს იყო ადამიანი რომელიც იმყოფებოდა დაკითხვაზე მოქალაქე რომელიც ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო და მოდით აი ეს ვიდეო გავუშვათ და შემდეგ ვისაუბროთ რატომ არ არის ის დღეს ჩვენი სტუმარი და მე მითხრა შენ რო წახალ ციხეში და მან რო მოკლავენ და შენ შვილები დარჩება უბატრონო მე თქვი შენ შვილები აღარ დარჩება უბატრონო და მე ის ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და იმა მითხრა და შეიძლება ახალ პრეზიდენტ რომ მოვა ეთქოს გაახეს თათრები საქართველოსთან წავიდეს აზერბაიჯანში და მე გავბრაზდი მე თქვი ბიჭო სისროლი ნუ ლაპარაკე მე შენ დაიჭდება ჯერათ და გიდება მე თათარი კი არა მე ვარ აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე ვარ და აქ ვარ დაბადებული აქ კიდე მოვგდები ჩემ დედამიწა არის აქ აქედან სალონ წავიდი მე თათარი კი არა მე ვარ აზერბაიჯანელი მე დიდი ცხოვიდან მე ოქნ გამზადე თვითონ პროკურორს ვიცი რომ ხელმოწერე მე თქვი არ ვარ ხრიკა რამე ჩაგიტარეს შენ როგორ აბა მითხარი შეგიძლია მომიყვე აი აპარატი იყო და სულ გაეხედა კურტკა რაღაცა სულ მე ვუთხარ არაფერი არ მაქვს აი აქ და სულ ფეხებში და მე ხო ბატონო პარლამენტში ხარ მე იდევარ რა აიღო რა მოგივიდა და მე ასე მოვიდა 24 პოლიცია იყო მეორე სართულზე 24 პოლიცია იყო და პრობლემები რამბავი რა აი ქუში რაღაც უნდა იყოს აი კამერა რავი პატარა რაღაცა ფეხსასრული გავხედე ესე გახედა შიგნით რა უნდა იყოს არაფერი აქეთ შალვარი სიცილის მოგდე მე თქვი ძიბეში აღარ გახდა ფული მაქვს მე თქვი ფული მაქვს ძიბეში ამოიღე თან ახლო რომ მოვიდიო და მე თქვი ახლა აღარ მოხდე შორდანი საკენ და გასინზე სუპორტ გავხედე ეს ჩემფრი გავხედე დავჭი მაიკით მე ვთქარ არის რამე არა და მე 3 საათი მომიდა ჩემ დაკითხა რატო ხარ მან და ოპოზიციაში მე ვთქარ ჩემ ნება ჩემ საქმეა თქვენ საქმე არ არის მე რაზე ვარ ოპოზიციაში რაზე ვარ და მე ჩვენ ხალხმა აზერბაიჯანის მოსახლეობამ ხუთიან რომ მოხაზე იმიტომ ხართ აქ და ეხლა უკვე ეყობა 8 წელია პრეზიდენტი ეხლა აღარ გინდათ მაგ პრეზიდენტი მაგ ჩვენ მოვისმინეთ მუბარის მამედოვის ინტერვიუ რომელიც კახეთის საინფორმაციო ჩვენი პრეზიდენტია ეგოდ და ჩვენ გვინდოდა ის ყოფილიყო ჩვენი სტუმარი დღეს დაუკავშირდით ის დათანხმდა რომ მოსულიყო ჩვენთან სტუდიაში ჩამოვიდოდა თუმცა შემდეგ ჩვენს პროდიუსერს განუცხადა რამდენიმე საათის შემდეგ რომ ის ვერ ჩამოვიდოდა და საერთოდ მედიის წინაშე აღარ გამოჩნდებოდა შემდეგ ჟურნალისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია რომელთა მეშვეობითაც დაუკავშირდით ჩვენ მამედოვს რომ ამოუცნობი ტელეფონებიდან არის ზარები მუქარის ზარები და ურჩიეს რომ არ მისულიყო მაესტრო მე ეს ვაცხადებ რომ მაქვს შუამავალი პირებისგან მიღებული ინფორმაცია და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით რომ გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია მე მინდა გკითხოთ ისევ ქალბატონ მაია ოფისი თუ არის ქართული ოცნების გახსნილი ოფისის ხარჯებთან დაკავშირებითაც იყო პრობლემები რომ აი ეს ხარჯები არ არის ასახული ამ დეკლარაციებში და თქვა თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ანუ ჯერჯერობით ქართული ოცნების გაერთიანებული ოფისი ჯერ ზუგდიდში არა გვაქვს ის არის შენობა უკვე რომელშიც მიმდინარეობს რემონტი და სულ რამოდენიმე დღეში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ის ეხლა ზოგადად რა განწყობაა ხო რა განწყობაა ეხლა რა განწყობაა ზუგდიდში სამეგრელოში ზუგდიდში კონკრეტულად ჩვენთვის ცნობილია ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების მომხრენი აცხადებენ ამას რომ სამეგრელოში განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს შეიძლება ამას აცხადებენ ხელისუფლების მომხრეები, მაგრამ თქვენ არიცით განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების აზრი და წინადადებები, იმიტომ რომ არც პირობითაც რომელიც თუნდაც ინსტიტუტმა ჩაატარა იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით იმ კვლევებშიც სამეგრელოში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ხელისუფლების მომხრეების და
ესეც მინდა შეგახსენოთ. რამე აკეთებს სააკაშვილი თქვენთან თუ ნაკლებად იმას აკეთებს, რასაც ყველგან აკეთებს. ხო. ანუ ველოსიპედის ბილიკები გაქვთ? ველოსიპედის ბილიკები ჯერჯერობით არ აი ხო ხედავთ რა. თობულეთში არის. თობულეთში და ქუთაისმაც გაგიშა. შადრევნები გვაქვს. შადრევანი გვაქვს. რამდენიმე შადრევანი გვაქვს. პოლიციის გამჭვირვალე შენობა გაქვთ? ძალიან ბევრი გვაქვს. ხო და შესაბამისად როგორია ანუ განწყობა არის ანუ ხალხი დაინტერესებულია ჩვენ ამდენადაც ვგებულობთ და ანუ იმ ხელმოწერების შეგროვების დროსაც ხალხს აინტერესებს ღებულობს ყველანაირ სიახლეს და მას უნდა რაღაცა ახალი და მას უნდა სიტუაციის შეცვლა ხალხს. ანუ უკმაყოფილებას არ შეხვედრი ხარ თქვა ხელმოწერების შეგროვების დროს. ძალიან ცოტა კი იყო უკმაყოფილება, იყო თავშეკავება. რას გეუბნებოდნენ აი უკმაყოფილო ადამიანები რას გეუბნებოდნენ? გეუბნებოდნენ რომ ჩემი შვილი მუშაობს სადღაც საბიუჯეტო სამსახურში და ამიტომ და იმიტომ ვერ მოაწერდნენ ხელს იმიტომ რომ შესაძლოა ვიღაცამ ამოაგდოს მისი ხელმოწერა და ამიტომ შეიძლება მასზე განხორციელდეს. რამდენი მოწერა შეაგროვეთ და რამდენი ხანი ზუგდიდის ორგანიზაციამ შეაგროვა დაახლოებით 8000-მდე ხელმოწერა. რა ზუგდიდისთვის ბევრია, ხო? ეს მარტო ჩვენმა ორგანიზაციამ, მაგრამ ჩვენს ქალაქში ხელმოწერებს აგროვებდა თავისუფალი დემოკრატები, აგროვებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დიახ თვითნებურად აგროვებდნენ კიდე სხვა პარტიები. და ეს პროცესი იყო ანაზღაურებული? ჩვენთან მენეჯმენტის კუთხით ალბათ, იმიტომ რომ უნდა გიარათ, როგორი ფორმით ხდებოდა ეს ან ხელმოწერების შეგროვება, მიდიოდით ქუჩაში აჩერებდით ხალხს თუ? დავიოდით უბანში ვაჩერებდით და ხალხს უხსნიდით, ანუ რას ვაკეთებდით, რას ნიშნავდა ჩვენი აქცია, თუ ვიღაცა იყო დაინტერესებული ან გამოხატავდა, კი ბატონო, რატომაც არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ეს ადამიანი, მაშინ აწერდა ხელს და ამას ვადასტურებდით მის ხელმოწერას, მისი პირადობის ნომრით და ნომრით და საკონტაქტო ტელეფონით. მე მინდა ისევ იმ 5 საათიან დაკითხვაზე ვისაუბროთ, თუ იყო თქვა პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები, მაგალითად, ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ჩაგვერთო ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში, თამარ ჟვანია, აცხადებდა, რომ სტუდენტი, რომ მას მაგალითად კითხეს, რატომ ხარ პარტიაში, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება, ზოგიერთს დაუსვეს შეკითხვა, Facebook-ში ვინ ყავს დალაიქებული და ანუ ასეთი ტიპის შეკითხვებიც იყო. თქვენი მისამართით, თქვა, ამგვარი ტიპის შეკითხვების გარდა კიდევ რა შეკითხვები იყო? ამგვარი ტიპის შეკითხვები ჩემთან არ ყოფილა, იმიტომ რომ ზუგდიდში და ჩემს ირგვლივ ალბათ ყველასთვის ცნობილია, რატომ აღმოჩნდი მე რესპუბლიკურ პარტიაში და რატო ვარ იმიტომ რომ ანუ გამიჩნდა უსამართლობის გრძნობა ამ ქვეყანაზე და ის ადამიანები, რომლებიც იქა ვართ, ანუ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც იყო მოსამართლე და მას თავისივე სასამართლო დარბაზში აპატიმრებდნენ და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, ეგ ადამიანი ნონა თოლორაია დღეს ხელმძღვანელობს რესპუბლიკურ პარტიას და ვართ ჩართული ყველაფრით, რომ ვიყოთ ძლიერებით და არიჭდა ჯერჯერობით. კარგი, არა, ნაციხლების ამბავი რესპუბლიკურ პარტიაში გარკვეულია ბევრი ყავთ. თუნდაც ბერძენიშვილები ვარგოთ ჩემი მეგობრები. სხვა რამე მინდა გკითხო. ეხლა რა სელოდები, ანუ მათ ჩაატარეს ეს მოკვლევა, ეგრეთ წოდებული, რაღაც დასკვნა უნდა დადონ, ხო? დიახ, დასკვნა. ანუ მე რამდენადაც ამისნა ბატონმა ვამკავრო ვკითხე, ამას შემდეგ რა მოყვებოდა, ანუ შემეძლო თუ არა თავისუფლად გასვლა ქალაქიდან ქვეყნიდან, არაფერი უბრალოდ ამის შემდეგ ჩატარდებოდა პარტიაში ბუღალტრული აუდიტი და მორჩა, მაგრამ მე ჩემი პარტიის სათავო ოფისიდან ვიცი რომ და დარწმუნებული ვარ რომ ჩემი პარტია არანაირ არც საგადასახადო, არც მე ესეთ ფინანსური მებს გვერდს არ აუვლიდა და იქ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. თუნდაც იმ თანხების გადმორიცხვაში და აი ჩვენი შესაბამისი ანაზღაურების. თუნდაც რომ არ ყოფილიყო ეს ანაზღაურება, ჩვენ მაინც მზად ვიყავით, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პარტიაში არ აგვაქვს ხელფასები და დღემდე ისე მოვედით და მუშაობ. მთელი ბოლო არჩევნები ჩავატარეთ ისე, ჩავატარეთ კარდაკარის პროგრამა ისე რომ ჩვენ საუბარი იმაზე რეგიონებში ოფისის მიმქირავებლებზე ზეწოლა მიდის ეს იყო ზეწოლები, რამოდენიმე შერჩეული გაქვთ ჯერ არ გაგიხსნიათ, მაგრამ თუ შერჩეულია, უკვე შერჩეულია კონტრაქტი დადეთ კინესებული. უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ეხა დღესვე თუ უარია თქმევინეს მე პატრონეს და თუ იქ ყველაფერი შეჩერდა არ გამოვლით. ფოტოშორის კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, რაღაც პრობლემის გამო ის მან ვერ მოახერხა ჩამოსვლა მის ეს თქვა საიტზე დაიდო ინფორმაცია რომ კახეთში ქართული ოცნების ოფისის სარემონტო სამუშაოებისთვის მუშათა ჯგუფი იყო ჩასული, რომლებიც საოჯახო სასტუმროში იყვნენ და ახმეტაში და სასტუმროს მეპატრონემ უთხრა რომ დაეტოვებინათ სასტუმრო. უარი უთხრა მეპატრონემ და უთხრა რომ წაკეთა. და საინტერესო იქნებოდა ვთქვათ
გელამთივლიშვილისგან მოსმენა, რამდენად რეალურია, რა მოხდა და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოსმენა, მაგრამ ბოლოს შეკითხვა დაუსვა. კარგად გესმის, რამდენი ხანია რაც პოლიტიკაში ხარ? ანუ 4 წელი, 2011 წელი ვიყავი. პრინციპში და იგივე ხა, ზუგდიდში ჟურნალისტიკაში ყოფნა, პოლიტიკაში ყოფნა, იმიტომ რომ ქვა არ დატრიალებულა, ბორბალი არ დატრიალებულა თქვენს თავზე, ყველაფერი თქვენ გადაიტანეთ. და მე იმის თქვა მინდა რომ გაქვთ თუ არა თქვენ გათვითცნობიერებული რომ ეს არის კინო ჟურნალი და კინო მერე იქნება. გაქვთ მზადყოფნა მაგაზე. ჩვენ მზადა ვართ, ვიცით რომ არჩევნების დღე გვექნება და წინასაარჩევნო პერიოდი გვექნება ძალიან მძიმე. არ იყო კონტროლის პალატა, მაგრამ ბოლო არჩევნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რო იყო და იმიტომ რომ ჩემი პარტიის ინტერესი დამიცვათ ერთ-ერთ ჩემს კომისიის წევრს რომ ძალიან უხეშად მოექცეს და ცემეს და არ დააწერინეს და აქტი დარღვევაზე, ამიტომ და მე უნდა შემედგინა ეგ აქტი, ამიტომ მე დამჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება საოლქო შენობაში და შემდეგ მიმდინარეობდა მთელი გამოძიებები, იმიტომ რომ მე ეგ დარღვევის ოქმი შემედგინა. ჩვენ მზადავართ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მაია ხურცკაია იყო ჩვენი სტუმარი, მე და შალვა ხვალამდე გემშვიდობთ. კარგად გაგზავნებოდეთ.